მშვიდობის როგორ ხართ ხალხო ჩვენთან ისევ სიცივია ევეკო დღეს ჩანთის გარეშე მიდის სკოლაში იმიტომ რომ მიდის სპექტაკლზე ხო და მე აქ მხოლოდ საჭმელი წყალი და საჭმელი ძიმია? ხო ძალიან ძიმია შენ ჩანთაზე ძიმია? როგორ არის შენ ჩანთაზე მძიმეს ხო შენ ჩანთაზე პატარა მასე ნუ კიდე ხო გიგია ეს ხაზე წამოიღე ეგრე არც ისეთი მძიმე არ არის შენი დიდი ჩანთა უფრო მძიმეა დიდი ბოლა შიგნით ლანჩბოქსი ხო ბევრი რამე გიდევს და ხაბატონ დანიელა აგერ არის გახვეული გაფოცნული მე და გაჩვენებთ როგორი სათვალე შევუძინეთ ქალბატონს. კიდე დავარდა ტემპერატურა ხალხო. კიდე აგვიცივდა. თებერვალმა მაინც თავისი ქნა. სამ წავით ახლა დავტოვოთ ევეკო. დიდინა. დიდინა. მაგარ მე ვიყავ ხარდე. ვიდე გამომხედე როგორი გოგო ხარ. ვინ გელოდება ზემოთ? Athina გელოდება? ჩემო სიცოცხლე, როგორი შეთვალები აქ დანიტუნის ახ. მოდი ვარ ჩანთას ავიღებ ახლა. დანიკო დავტოვე. ეხლა მივიდივარ სახლისკენ. მე სახლში იმდენი საქმე მაქვს ხალხო. რომელი თავიდან დავიწყო არ ვიცი. ხო და ყავა დავლია. ვიჯექი ცოტა ხანი. ჩემს საყრელ კაფეში. მივირთვი ყავა და ეხლა წავალ სახლში და სურა სახლში არის ამ მომენტისთვის მე ცოტა მოგვიანებით ნარგო მოვა მარკეტში მინდა რამე ხო არ იცით თქვენ მინდა რამე მარკეტიდან მე მგონი არ მე მგონი საჭმელი გავაკეთო წარმოდგენა არა მაქვს. ეგეც მოსაფიქრებელია. ხო და ეგრე. იხილები მეყინება, რასაც თქვა, ისეთი სიცივეა. დაცია. ძალიან ცივა და ცოტა ნიავიც უფრო იმაშობა. ამ ყველაფერს. უბერავს კიდე უფრო მეტად გცივა. წავედით სახლში და მოვიფიქროთ რომელი თავიდან დავიწყოთ სახლის საქმეები. იმ კვირაში მაქვს მე კიდე ორი შეკვეთა. მოკლედ. ესეც დასაგეგმი ჩამოსაწერი მაქვს სამუშაო, გადასაანგარიშებელი. საქმეთ არავინ არ არის. მიუხედავთ იმისა, რომ დღეს არ მუშაობ. ეხა დავჯექი, რომ მოვედი სახლში მე და ზურამ ვისაუზმეთ. მე ზურამ ჭურჭელი დარეცხა, მე შევყევი გოგოების ბოტასები, ფეხსაცმელები, ყველაფერი დავჩოთქე, დავრეცხე, რადგან ზიფკრემი არ მქონდა და როგორც იქნა ვიყიდე და ზიფკრემი იდეალურად ასუფთავებს ბოტასებს ათეთრებს, აფითქინებს და რო არ მქონდა მანამდე უბრალოდ ისე წმინდავდი ჩვრით და მწვანე საპნით მაგრამ ზიფკრემმა ეხა დააკრიალა ბოტასები რამდენი ბოტასი გავრეცხა მე ქვეყნის აი ქვემოთ დაფენილი მაქვს ძველი პირსახოცი და იმასე მიწვია ფეხსაცმელებს ყველა დავიხალე აბაზანა გავასუფთავე, გავაკრიალე, საწოლები თეთრეული გამოვცვალე, სარცხი ჩავყარე და ეხა მისაღებში მაქვს სარცხი ჩამოსახსნელი, დასაკეცი, დასალაგებელი. ვაიმე გამეყინა ხელები. ბოლოს უკვე წყალი გამიცივდა და გამეყინა ხელები. ხო და ნარგოს ველოდები ნარგო მოვა. მომიტანს ამანაც, რომელსაც დიდი ხანია ველოდები და გავხსნით მერე ერთად ამანაც და ვნახავთ რა შეუკვეთა საქართველოში. და რა ძალიან დიდი ხანია ველოდები და
იმ ამანათთან ერთად ჩემი უსაყვარლესი ადამიანისთვის იგივე ნივთი არის საჩუქრად და ერთ მაკეღაროდის გავხსნი. ესეთი ამბები, რაღაც სასოსნაო მინდა, მაგრამ რა მინდა არ ვიცი და საჭმელი რა გავაკეთო წარმოდგენა არ მაქვს. ზურაც არ მეხმარება იდეის მოწოდებაში თუ რა ვჭამოთ. არ ვიცი რა ვჭამოთ. წარმოდგენა არ მაქვს. დეტაები კორაშვება. წასვლები იქნებიან ახლა სპექტაკლზე უკვე. ой, დედიკოდე და დავიღალე. წინა დღეებში გავუკეთე ანალიზები დანიელას. იყო სისხლის საერთო, შარდის საერთო, D ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, TSH-ი, ქოლესტერინის რამოდენიმე ჩამონათვალი იყო, ანუ ძალიან ბევრი ანალიზი ქონდა ამოწერილი ჩვენს პედიატრს ეს საკონტროლოდ გადავაკონტროლეთ და მოკლედ ეს ანალიზები დაზღვევის გარეშე ჩდებოდა 125 евро და მე დაზღვევით სახელმწიფო დაზღვევით კერძო დაზღვევა არა გვაქვს ჩვენ გადავიხადე 17 евро და 88 ცენტრი რა ცენტრი გოგო დავიცენტრე 17 евро და 88 ცენტი უზარმაზარ ჩამონათვალში და ცოტა იყოს გაბრაზებული ვარ რომ საქართველოს რატო არ არის ესეთი დაზღვევა რატო არ მოქმედებს როგორც გავიგე მე მგონი D ვიტამინის ანალიზზე 100 ლარია მხოლოდ D ვიტამინისო და არ ვიცი რამდენად მართალია დამიწერეთ კომენტარებში ან თქვენ რამდენს იხდით ესე სისხლის საერთო, შარდის საერთო, D ვიტამინი, კალი, მაგნი, TSH-ი, ქოლესტერინის კვლევა, ტრიგლიკერინი, კიდე ქართულად რა არის არ ვიცი. ხო და ერთ სიტყვით დამიწერეთ დაახლოებით რა გიჩნდებათ მსგავსი ანალიზების გაკეთება საქართველოში ძალიან მაინტერესებს. წავედი ხა გავაგრძელე საქმეები. რაღაც სასუსნო უნდა ვნახო და შევსუსნო ცოტა ბაშლი შევჭამე ხა. კარგი იდეა. მოკლედ მოვიდა ნარგობებო და მომიტანა ამანათი რომელსაც სულ მოუთქველად ველოდებოდი. ანუ ერთი სული მქონდა როდეს ჩამომივიდო და ეს კონკრეტული წიგნები შევკვეთე 13 იანვარს და ჩამოვიდა გუშინ. გვიან მომივიდა ღამე წერილი და ვინაიდან და რადგანაც ნარგო მიდიოდა იქ სადაც არის საქართველოს პოსტა, მაგიტო აღარ წავედგინე და ერთ სიტყვით ნარგომ გამოიტანა და მოდით ახლა ვნახოთ თუ ვისი წიგნებია აქ. აი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს გეფიცებით. ახსნათ ახლა და ვნახოთ ვისი წიგნები ჩამომივიდა. თან ფრთხილად ნაზად რომ არ გავაფუჭოთ, თან ისე საგულდაგულოდ არის შეფუთული. გავედი ბოლოში, მე მგონი გავხსენი როგორც იქნა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ხალხო იმ დონეზე მინდოდა ეს წიგნი, იმდენად მინდოდა და იმდენად სიხარული და სულ მოუთქმელად ველოდებოდი. ეხლა უკვე ემოციებს თავს ვეღარ ვუყრი. და გაინტერესებთ რა წიგნია? მიხვდით რომელი წიგნია? შეიძლება ბევრი თქვენთაგანი მიხვდა რომელი წიგნი. ეს არის ლაშა მარგიანის შენ მარტო არ ხარ. იმ დონეზე მინდოდა ამ წიგნის შეძენა, იმ დონეზე მინდოდა. შევკვეთე 13 იანვარს და დღეს არის 21 თებერვალი. და გუშინ ჩამოვიდა, გუშინ მომივიდა გვიან მესიჯი, რომ პოსტაში ჩამოვიდა ამანათი. მიზეზი თუ რატო დააგვიან და ამდენი ხანი იყო ის, რომ მე რო შევკვეთე, წიგნი იბეჭდებოდა. ანუ ერთ სიტყვით არის გადაუფურცლავი. და აქ არის მისი ხელმოწერა. ზომოდ მიხარია. ჯერ ერთი ფრაზაც არ მაქვს წაკითხული და დარწმუნებული ვარ, ძალიან კმაყოფილი დავრჩები. მეც ამაქვს ეხა ჩემი წილი მზის ნატეხი. ძალიან მიხარია.
თქვენ იცით ჩემი ემოციების ამბავი. თან როდესაც ეს რაღაც მიზანი გაქვს დასახული და გინდა რაღაც რომ შეისრულო და ეს შეგიძლიება, მე უკვე სიხარულისგან ვერ აკონტროლებ თავს. არის ესეთი საოცარი წიგნი. და სულ ახალი დაბეჭდილი, გადაუფორცლავი თავისი სანიშნით. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გულთან ახლოს ძალიან ბევრი ესეთი ამონარიდი იქნება, რასაც წავიკითხავ. მოკლედ ეს იყო ჩემი სიხარული, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. მადლობა მას, რომ შეძლო და გამომიგზავნა და შემახვედრა მეც მისი ერთ-ერთი წიგნი. ნარგობებოს როგორი თმები აქვს, ლამაზი ვარცხნილობა. აბა, შეჭრა რეზი, მარიამის სალონში რო არის რეზი კისიევმა. საოცრად ჭრის ეს ბიჭი, მე ვინც შემჭრა ხალხო და ნარგოც ესე გაგვილამაზა და აქ ვინ არის? შენ ვინა ხარ, გოგო? ეს პრინცესა. გამომხედე როგორი სათვალე გიკეთია. ვაიმე როგორ როგორი გიხდება. კაბაცია პრინცესა. საოცრად. ნარგობებას ძალიან ლამაზად აქვს თვები შეჭრილი. ბესოს რა რეაქცია ქონდა? ეს ვინა? რას ლაპარაკობ, გოგო შენ, რა წიგნზე რო გითხარით, რომ ჩამომივიდა, წეღან ჩემმა დაქალმა მომწერა. დასავითა ფაქტიურად ჩემთვის და მიგდებს სურათს, რომ დაო, შენთვისო წიგნიო მოვიდაო ეხლაო და გამოგიგზავ. არა, დედა, ჩემთვის წიგნი უყიდია მარის და გამოგიგზავნო, თუ რო ჩამოხვალო საქართველოში, აქ დაგახვედრო და ლამის ცუდად გავხდი. მეთქი მარი, დედა, ჩვენთან რო იყო ალექსანდრე და ბატონო! ხო, სიხარულო. ხო და ისა, გავგიჟდი, ესე ტირილამდე მივედი, რომ დედა სახარო. ხო, თითი, ხო, დედა, ხო და რამის ტირილამდე მივედი, რომ არ არსებულია, მეთქი, მარი დღეს მომივიდა ეგ წიგნი საქართველოდან მეთქი და მასაც დღეს მივიდა სამსახურში. გოგო, ნუიდებ ამას პირში საქართველოს. არ შეიძლება, დედიკო, არა, დედი, არ შეიძლება. გაჩ. ხო და არ ვიცი, ესე თუ რამე ესეთი კავშირი არსებობს. სირცხვილია ეხლა დიდი გოგო, პატარა ბაია ხო არა ხარ, რომ ყველაფერი ჩაიდა პირში. აი რა ჩურჩუტა ხარ. და მეთქი მარო დღეს ჩამომივიდა წიგნი. არა, აი ნახე ხა როგორი ქცევი. შეხედი აბა შენ თავს, მოგწონს ეს ახსიელი? არ გინდა დედა პირში ეხა ეს რა სათამაშოა? პატარა ბაია ხარ? ხო და გავგიჟდი, მოკლედ არ ველოდებოდი, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მეთქი მარო წიგნი დღეს ჩამომივიდა და ცოტა გული კი დაწყდა, რომ არ გამოვიდა სიურპრიზი, რაც უნდოდა. ის სიურპრიზი არ გამოვიდა, მაგრამ თავისთვის დაიტოვებს იმ წიგნს. ხო? გამოიღე პირიდან ეგ. ეხლა უნდა ვიბანაოთ. ნარგობებო წავიდა. რა არის ახლა ეს? რა არის ახლა ეს? რა მაიმუნობა მითხარი? მთელი დღეს მაჩვენე აბა როგორი კაბა გაცვია, დამენახე აბა შენ როგორი კაბა გაცვია, ნახეთ როგორი კაბა აცვია შარვალზე თან. ბაჩები მაჩვენე როგორი გაცვია, ნახეთ. მთელი დღეს და პლუს ამას მზისათვალეები ეკეთა სახში და ისე დადიოდა. ჰელო, ჩვენ აქა ვართ. ხური მეთქი. პატარა ცხენი მყავს, პონი ჭიხვინებს. ჰელო, დედა. მოკლედ ესეთი გიჟური სიტუაცია გვაქვს სახში, როდესაც ზურა არის საღამოობით. ასეთი საგიჟე ხდება. უკონტროლო სიტუაციაა. ჩემ გოგოს ძალიან უნდა და ჩემი გახარება გამოუვიდა. უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ
სურპრიზად შემიძინა წიგნი ისე რომ არც უთქვამს და მე დღეს ჩამომივიდა წიგნი. არა უშავს. თავისთვის დაიტოვებს ახლა იმ წიგნს. მაგი. ტანი რა ტიპია. ერთ სიტყვით წავედი ახლა. სურას მივეხმარები გოგოების დაწვენა და ძინებაში. ესეთი იყო ჩვენი დღე. ახლა დაახლოებით ღმერთოჯო ზისა თვალები გაიგეთა თვალები არ დამისვენდესო. წავედი მოკლედ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ვშთები ახლა ამის გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.